მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ ისეთ მოვლენაზე, როგორიც არის მხილება ქრისტიანულ ცხოვრებაში, ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენ დღეს სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ თეოლოგები, დეკანოზი ლონგინო სუარიშვილი, რომელიც ამავდროულად არის სასულიერო აკადემიის საეკლესიო სამართლის კათედრის გამგე და თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და აი ამ საკმაოდ რთულ თემაზე, რომელიც მრავალ მხრივ განხილვას მოითხოვს, მინდა გთხოვოთ ვისაუბროთ დღევანდელ გადაცემაში. მამა ლონგინოს, რამდენიმე კითხვა შეიძლება დაისვას ამ თემასთან დაკავშირებით. აი პირველი შეკითხვა იყოს, როგორია ქრისტიანული წესი მხილებისა, როდესაც მოყვასი რაიმეს არასწორად ჩადის, არც დადუმება შეიძლება ამ დროს, მაგრამ არც ისეთი ქცევა, რომ შეიძლება კიდევ უფრო დააზიანდეს ამით გარემო და ურთიერთობაც. მოგესალმები მამა ანდრია, მივესალმებ ჩვენს ტელემაყურებელს. მხილების საკითხი შეიძლება ითქვას, რომ შეგვიძლია ესეთი ერთგვარი კლასიფიცირება მოვახდინოთ მხილების ასე თქვათ სახეები, როგორი და როგორი სახე არსებობს და შეიძლება მხილების ორი ესეთი სახე გამოვკვეთოთ. ერთი შეიძლება იყოს ეს ზოგადად ასე თქვათ რაღაც ფართო პრობლემასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ეკლესიაში არსებობს, ანუ ზოგადი სახის რაღაც ესეთი სირთულე, რაზეც ასე თქვათ ეპისკოპოსი იქნება თუ ცალკეული სასულიერო პირი ვალდებულია, რომ ესეთ მოვლენას შეფასება მისცეს. და არის კიდე პერსონალური, როცა კონკრეტული ადამიანი ცდება, ან რაღაც თავის არასწორი შეხედულებები აქვს, ან პირადი ზნეობრივი რაღაც დარღვევები აქვს. და ამ შემთხვევაში როგორ ხდება მხილება. თვითონ მხილებას შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობა თავისთავად არის ბოროტების მამხილებელი. ანუ ადამიანი როცა უკვე ქრისტიანი ხდები, შენ უკვე ხარ მამხილებელი, ასე თქვათ, ბოროტების. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მხილებაში მაინც და მაინც უნდა ვეგულისხმოთ სიტყვიერი ვინმეს მხილება, ან ვინმეს ბოროტების წარმოჩენა. მხილება არის შეიძლება მოხდეს ასევე ცხოვრების წესითაც. აი მაგალითად ეხლა ადამიანი, თქვათ, რომელიც არ სვავს საერთოდ და სმელი ადამიანების წრეში რო დავსვათ, შეიძლება მან საერთოდ არაფერი არ თქვას მემთვრალეობის ცოდვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ის მათ არ აყვება დასვას, იწვევს უკვე აგრესიას. რატო? იმიტომ განსხვავებულია მათგან და თავის ამ თავშეკავებით შეიძლება ერთგვარი მამხილებელი ხდება იმ უწესობის, რასაც სიმთვრალესთან დამოკიდებულება აქვს, ხო? იგივე თქვა წესიერი ქალი რომ დავსვათ მეძავ ადამიანების წრეში, შეიძლება სულ არაფერი არ უთხრას, მათ ერთად ყავაც კი დალიოს, მაგრამ თუ ეს თავისი ცხოვრების წესით პატიოსანი აქვს, მარს არ ღალატობს და ასე შემდეგ, შეიძლება ერთგვარი აგრესია გამოიწვიოს. ანუ უკვე ცხოვრების წესით ადამიანი არის ერთგვარი მამხილებელი. ის რომ მხილებაში, აი ეს მომენტები არის გამოსაკვეთი, მაინც და მაინც სიტყვიერი მხილებაზე არ უნდა გადავიდეთ. ნუ თქვათ, რომ ახლა ჩვენ ზოგადად სუფრის წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ იგულისხმეთ თქვენ, ესე იგი, უზომოდ ნუ აქ მე ვნება ვეგულისხმენ მემთვრალეობისადმი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა არაქეიფი და ასე თქვათ გულის გამხიარულება. ჩვენთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანია თვითონ პერსონალური მხილება, გინდათ საჯარო საერთოდ რაღაცა მხილებაზე რო ვისაუბროთ, რა ფორმის უნდა იყოს ეს მხილება, ვის აქვს ამისი უფლება და როგორ უნდა იქნეს ეს ჩამოყალიბებული და განვითარებული. რომ გადავხედოთ წმინდა წერილსაც, ჟულის კანონსაც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას ეკლესიის პირველი მოვალეობა და პირველი ყოვლისა თქვათ, მღვდელმთავრის, ვინც პირველი იერარქია ეკლესიაში და სამღვდელოების, რომ როცა რაღაცა საერთო პრობლემა ეკლესიაში ან ერში, რომ მას თავისი შეფასება მისცეს ეკლესიამ. ეს არის ვალდებულებაც კი ეკლესიის. და ეს რა თქმა უნდა ხდება საჯაროდ, იმიტომ რომ პრობლემა არის საჯარო და ამას საჯარო პასუხი უნდა გაეცეს. რაც შეეხება პერსონალურ მხილებას, აი როცა კონკრეტული ადამიანი აშავებს რამეს, ან თავისი არასწორი მოსაზრებებით, შეხედულებების გავრცელებით, ან თავისი ცხოვრების წესით. აი ესე დროს როგორ იქცევა, ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი, ან თუნდაც ერის ადამიანი. ზოგადად უნდა ითქვას, რომ თვითონ მხილებასთან მიმართებით, თქვათ, ვის აქვს უფლება, ვის არ აქვს, ჩვენ ესეთი მკაცრი იერარქიულობა არ გაგვაჩნია. აქ ძირითადად ყურადღება მახვილდება არა იერარქიულობაზე, არამედ ადამიანის კომპეტენციაზე. კომპეტენციაში რა მოიაზრება? როგორც მისი სულიერი მდგომარეობა, ასევე მისი, ასე თქვათ, ცოდნა პირდაპირი გაგებით. რამდენად კომპეტენტურია იმ საკითხში,
რა საკითხზეც ეს ადამიანი იწყებს ხმამაღლა საუბარს და თქვა ერთგვარ მხილებას. თვითონ მხილება, როგორც ასეთი, ძალიან საინტერესოა, ჩვენ წინა წელში ძალიან ბევრ ადგილზე გვხვდება ეს სიტყვა. მე მინდა პატარა ერთგვარი განმარტება გავაკეთო. აი ბერძნულში მხილება არის ლენხი, ესე ეწოდება, ძველ ბერძნულში. რას ნიშნავს? გარდა იმისა, რომ შერცხვენასაც ნიშნავს, გამოაშკარეობასაც ნიშნავს, ნიშნავს ასევე გამოძიებას და დადასტურებას. და პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ პირველ და მეორე ეპისტოლეშიც ძალიან ბევრ ადგილზე ამბობს ამხილე, მაგრამ ამბობს, რომ გამოუძიებლად ნურავის ნუამხილ. და მოსმენელი საფუძველზე არავინ არ განსაჯო. აუცილებლად გამოიძიე, დაადასტურე და მერე ამხილე ეს ადამიანი. ისე რომ ამხილებაში მაინც და მაინც მარტო ის არ ეგულისხმება, თქვათ, ფაქტის კონსტატაცია ან გამოაშკარავება ვინმეს დაფარული შეცოდების, ან ვინმეს სტომილების, უბრალოდ შერცხვენაზე დატოვება ადამიანის. ეს გამოძიებასაც ნიშნავს, დადასტურებასაც ნიშნავს და მე რა თქმა უნდა შესაბამისი შეფასების მიცემას. ბატონ გიორგი, თქვენ მაგალითების მოყვანათ შეგიძლიათ ალბათ ძველი აღთქმა იქნება საინტერესო, თქვათ რა საფუძველს გვაძლევს იმ სწავლებისა, რაც შემდგომში მაცხოვარმა ახალ აღთქმაში გაგვიცხადა. ძალიან საინტერესო იყო მამა ლონგინოზის ეს მითითება. მე ახლა ამ წუთებში სანამ უშუალო წმინდა წერილს მიმართავდა, მახსენდება წმინდა იონი ოქროპირი, რომელიც რამდენჯერმე განსაკუთრებულ სიტყვას ამბობს მხილების აუცილებლობასთან დაკავშირებით. და პირდაპირ მაკურნებელს უწოდებს მხილებას, მაგრამ ხაზგასმით მიუთითებს, რომ მხილების წინ აუცილებლად უნდა მოხდეს არა მარტო ამ საქმის გამოძიება და გამოკვლევა, არამედ საკუთარი თავის გამოკვლევაც. რათა რისხანებით არ აღესრულებოდეს მხილება. რაც არ უნდა მართალი იყო ამ დროს. ანგრევ ყველაფერს ამბობს წმინდა. სხვა შორის ანტონი დიც აქვს ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ გამოთქმული, რომ ვნებით წარმოებული ეს მხილება თავის თავს სამხელს, რადგანაც ვნება თავის თავად სამხელია. თავის თავად გასასამართლებელი არის ვნება და აი ამ ვნებით გასამართლება ვიღაცის, ვნებით მხილება ვიღაცის არის სრულიად დაუშვებელი. ხო, ჩვენ მამანდრე ნახეთ ყურადღება მივაქცევთ ასეთ რამეს, აი ბასილი დიდი საუბრობს, კიდევ ძალიან საინტერესო მითითებებს იძლევა მხილებასთან დაკავშირებით და სანამ აი მასაც აქვს ამ მხილების აუცილებლობასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ აქცენტს აკეთებს მხილების მიზანზე. და ამბობს ასეთ რამეს, რომ მხილების მიზანი არის მშვიდობისა და ძმობის ჩამოგდება. არა მარტო ვთქვათ რაღაცის წარმოჩენა, არამედ ამის შემდგომ ის რაც ამხილე და ის ვინც ამხილე. შენ უნდა მთელი ძალით შეეცადო, ყველაფერი მოატრიალდეს სასიკეთოდ. და ეს რო გააკეთო, ამისათვის მიდგომა უნდა ქონდეს შესაბამისი და ჩვენ გვახსენდება ვთქვათ აი კლასიკური მაგალითი წმინდა წერილიდან, როდესაც დავითი დაეცემა ურია კეტელის ცოლთან, ძალიან მძიმე დაცემით დაეცემა. ხა ბევრი დეტალის მოყვანა შეიძლება ამასთან დაკავშირებით, ძალიან შორს აგვიყვანს ეს, მაგრამ აი რეზიუმის სახით რო ვთქვა, დავითის შეცოდება იმდენად მძიმე იყო და იმდენად დანაშაულებრივი რჯულის თვალსაზრისით, რომ პრაქტიკულად დავითმა ძალიან ბევრი რამე დაარღვია, ბევრ რამეზე თქვა უარი. აი ნათან წინასწარმეტყველი, როდესაც შედის დავითთან და მხილება უნდა. ნათან წინასწარმეტყველი მოუყვება ამბავს, იგავს. და როდესაც დავითი მოისმენს ამ ამბავს, გამოიტანს განაჩენს. ძალიან მძიმე და ძალიან სასტიკ განაჩენს, სამართლიან განაჩენს. და ნათანი მიუტრიალდება და ეტყვის, ეს შენ ხარ მეფეო. შენ თავს გამოუტანე განაჩენი და შედეგი არის საოცარი, შედეგი არის 50 ფსალმონი. შედეგი არის დავითის წამოდგომა. აი ბასილი დიდი ამას აქცევს სწორედ ყურადღებას. და ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ როდესაც მე ვამხელ, რა мотиваცია მაქვს. ამიტომაც წმინდა წერილში ჩვენ ერთმანეთისაგან გავმიჯნავთ, რა არის მხილება, რა არის განკითხვა და რა არის ზოგადად განშა. ეხლა რა მაგალითიც მოიყვანეთ, ეს ძალიან თვალსაჩინო არის და ძალიან გამოსადეგი. საჩვენებლად თუ რა არის ჯანსაღი მხილება. მხილება мотиваცია უნდა ქონდეს. მხილება იმისათვის, რომ სიტუაცია განკურნო, ადამიანი განკურნო, დაუბრუნო თავის თავს და სწორედ მშვიდობისაკენ წარმართო
მშვიდობას ემსახურებოდეს ეს განკითხვა. ხო, აი ამ ხილება. განკითხვა ხილება. ხო, რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს, იმიტომ რომ თვითონ მაცხოვრის სამქვეყნიური მოღვაწეობა, რომელიც არსებითად აი მამალონის გნოზმა შესანიშნავად ბრძანა ეს და ხაზი გაუსვა არსებითად, ეს იყო მხილება იმ დაცემულობისა, მხილება იმ დამოკიდებულებისა, რაც ჰქონდათ ფარისევლებს, ჰქონდათ სადუკევლებს. ჩვენ ვერსად ვერ ვხედავთ მაცხოვარს, რომელიც მტოვრულად არის ფარისევლებისა და სადუკევლებისადმი. საფარისევლობასა და სადუკევლობას უპირისპირდება ის და არა ფარისევლებსა და სადუკევლებს. ფარისეველია ნიკოდიმოსი, ფარისეველთან იყო პავლე ამას იმაში. ანუ აქ პიროვნების პრობლემა არ არის, ამ პიროვნების მდგომარეობის პრობლემაა, მაგრამ როდესაც დამოკიდებულება მაქვს სხვა, როდესაც დამოკიდებულება მაქვს არა სიყვარულის, არა ქრისტიანობის, არამედ გამორჩენის დამოკიდებულება მაქვს. მინდა აი როგორ არის მამანდრეცით, აი ვიღაცა რაღაცა მართლა სამხელ რამეს აკეთებს, მაგრამ მე ეს მსიამოვნებს, ვინაიდან ეს ჩემთვის ხდება საშუალება, რომ თავი წარმოვაჩინო, თავი გამოვაჩინო იმით, რომ აი ამის სიცუძეზე ვილაპარაკებ. აი ძალიან მინდა მაცხოვარი ახსენეთ და ძალიან დროული იქნება თქო, რომ ჩვენ ალბათ მივალთ და ვიტყვით იმას მაცხოვრის სწავლება როგორია მხილების შესახებ. თუმცა არ შეიძლება არ თქვა, რომ დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი მოტივი, რატომაც ჩვენ ამ გადაცემას ვწერთ, არის ის, რომ ძალიან ხშირად სოციალურ ქსელში თუ მედიაში ვხედავთ, როგორც მრევლის წარმომადგენლებს, ასევე სასულიერო პირებს, რომ სწორედ ამ უმთავრეს წესს, რომელიც მოძღვრებად მოგვცა მაცხოვარმა, მაცხოვრის პირიდან მოვისმინეთ, სწორედ აი ამ წესს ვარღვევთ ხოლმე ქრისტიანები. და იმის ნაცვლად, რომ პირადი ურთიერთობის, პირადი საუბრის გამოძიების და დაზუსტების გზას დავადგეთ, ესე იგი თითქოს და ქულების დასაწერად, რომ მამხილებელი ვარ აი ამ ცუდი საქმის, აი ამ ქულის დასაწერად, რაღაცა ხმამაღლა ვიწყებთ და ეს უკვე განკითხვაა და არა მხილება. ღირსი მარკოზი ბნებით კეთდება ეს. ღირსი მარკოზი პირდაპირ მიუთითებს. მხილების ორი ფორმა არსებობს, მხილება სიძულვილით და მხილება ღვთისშიშით. გარეგნულად ორივე მხილება. მაგრამ შინაარსობრივად არის განსხვავებული. ერთი კონფლიქტისაკენ და საკუთარი მეს, დომინირებისაკენ, საკუთარი მეს წარმოჩენისაკენ ძალიან დაბიო ნებების კვებისაკენ არის მიმართული, ხოლო მეორე, რომელიც ღვთისშიშით აღესრულება, აი ამას მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქცევ. მსახურებისკენ არის მიმართული. ნამდვილი მამხილებელი, ის რომელიც სიყვარულით ამხილებს, ის მზაობას გამოთქვავს, რომ ის სად არის ემსახუროს ამ სიცუდის გამოსწორებას. როდესაც ვიღაცა რაღაცაზე არსებულ სიცუდეზე იმას კი არ ვამბობ, რომ ის სიცუდე მართლა არ არის, მართლა სიცუდეა. მაგრამ როდესაც მე ამ სიცუდეზე ვაკეთებ აპელირებას, მე ამის უფლება უნდა მქონდეს, მორალური და რაც მთავარია, მე ამის სულიერი შესაძლებლობა უნდა მქონდეს. აი, იგივე მამას სწორედ ამისი თქმა მინდოდა, რომ თქვი და გადაცემის დასაწყისში, რომ ვის უნდა ქონდეს უფლება მხილების. მხედველობაში მქონდა არა სტატუსი ან იერარქიული მდგომარეობა, არამედ სწორედ ზნეობრივი მხარე. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას მიუთითებს, მას თავად უნდა ქონდეს ეგ გადალახული, ეგ ვნება, ეგ პრობლემა და სწორედ ამ შემთხვევაში შეუძლია სიყვარულით და განსაკურნებლად მიმართოს თავისი სიტყვა. თუ არა და სხვა შემთხვევაში ეს გამოდის ზედაპირული და ხშირ შემთხვევაში ეს გამოდის სწორედ რაღაცა სხვა ვნების გამოხატულება. ამიტომაც არის რომ დაძაბულობა იზრდება, მხილება ხდება არა შეხვედრის, არა მორიგების, არა ერთობის დასაწყისი, არამედ ახალი კონფლიქტის, ახალი დაძაბულობის. კიდევ ერთი ღვიძლი ითესება. იმის მაგეროთ რომ ის გამკურნოთ, კიდევ ერთი ღვიძლი ითესება. ხო და სინამდვილეში ამიტომ მინდოდა მე ბუდიშის მოგიხდე სიტყვაში, ამიტომ მინდოდა ხაზი გამესვა, რომ მხილების მოტივი რა არის? აი, როდესაც მაცხოვარი ამხელს, მისი მოტივი ჯვართან გამოჩნდა. ის მოკვდა იმათვის, ვინც ამხილა. დიახ. აი, ზოგადად ამბობენ ხოლმე, აი დღეს რაღაცა მოდაშია სენსაციურ რამეს თუ იტყვი ქრისტიანობის სახელით, აი რაღაცა ისეც თუ იტყვი სენსაციურს, რაღაცა ისეც. და უკუგებაა ხოლმე ასე და თავის დროზე მოციქულები სენსაციას იმაშენ და მართლა სენსაციას გადაგებდნენ, ისედაც ღვთის შესახებ გადაგებდნენ. განსხვავებაა ერთი.
მოციქულები ამ სენსაციისათვის ჯვარცმას ელოდნენ და სიკვდილს ელოდნენ, როდესაც დღეს სენსაციებისათვის ქულების დაგროვებას და ოვაციებს და დიდებას ველოდებით ხოლმე. ამიტომ ცოტა იყოს შინაარსია გასარკვევი. იგივე რამე ხდება ამ ხილებასთან დაკავშირებით. თითქოს და ფორმა აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ შინაარსში დევს სხვა რამე. აბსოლუტურად სხვა რამე. მამალოგინოს მაშინ თქვათ, როგორია ქრისტიანული მხილების წესი. დიახ, ახარებისეულად. ცოტა გავმარტოთ ეს. სანამ უშუალოდ ფორმაზე გადავალთ, თვითონ სხვათა შორის ფორმა მჭიდრო კავშირშია, რა თქმა უნდა, სწორედ მოტივთან და მიზანთან. აი, რაზეც ბატონმა გიორგიემ ისაუბრა, სწორედ ძალიან უფრო კარგად ჩაუღრმავდა ამ საკითხს, мотиваცია რა უნდა იყოს ხილების. თავისთავად მხილება არ არის აპრიორი ვალდებულება ქრისტიანი ადამიანის, როგორც იერარქიის, თქვა სასულიერო პირის, ისე ერის ადამიანის. ყველაფერი გამომდინარეობს мотиваციიდან. თან როგორ ანახეთ, ჩვენ როდესაც ხილებაზე გადავდივართ, ხშირად გვესმის ესეთი რამე და ესე ვართ, რომ მეორე ხარისხოვანი შედეგი რაც აქვს და მოტივი მხილებას იმას ვაყენებთ წინ, რას? რომ სხვა ადამიანები დავიცვათ თითქოს რაღაცა სასტურისაგან. და ვისაც ვამხელთ, ის ადამიანი ნაკლებად გვაინტერესებს, ის ამას როგორ მიიღებს, გაიგებს, არ გაიგებს. ანუ პირდაპირ მტრად არის უკვე შერაცხულის ადამიანი და მე თითქოს ჩემი, ასე თქვა, შვილებს, ოჯახის წევრებს ვიცავ რაღაცა ბოროტებისაგან. ხო, გარემ ტერისაგან. აღმოჩნდა ტერი. კი, პირდაპირ და გავერთიანდეთ ახლა ამის. უკვე სტატუსის მინიჭება ხდება. ანუ ჩვენ უკვე მხილების ობიექტს ავტომატურად ვრიყავთ ჩვენი საერთო წრიდან, ფაქტობრივად უკვე ეგეთ სტატუსს ვანიჭებთ. მაშინ როცა ჯერ იმ ადამიანს არც გაუსაუბრები ვართ, არც მოტივი გამოგვიკლებია, თვითონ ის ადამიანი, თქვა რა ბოროტებაშიც იმყოფება, ეს აზრობრივია თუ ცხოვრების წესია, ხო? რამ განაპირობა ეს? არა და პირველი მოტივი მხილების არის სწორედ ჩვენს ოპონენტზე ზრუნვა. ესე რომ ვთქვათ. და რა? აი ძალიან კარგად აყალიბებს აი ამ მოტივს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის 32 სიტყვაში. და ასევე ნეტარი ავგუსტინეც. ესეთ რამეს ამბობს, როცა ჩვენ ვამხელთ მეორე ადამიანს, ან მის არასწორ მოსაზრებებში, ან ცხოვრების წესში. რა არის მოტივი? პირველ რიგში ამ ადამიანის შველა. რომ ეს ადამიანი გამკურნოთ იმ მდგომარეობისაგან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება აზრობრივად თუ ცხოვრების წესით. და როცა ჩვენ ადამიანს ვამხელთ და გამოვაშკარავებთ და დავადასტურებთ, რომ ეს ადამიანი იმყოფება აზრობრივ, ან ასე ვთქვათ, ცხოვრების წესით, ან ეთიკურ რაღაცა გაუკუღმართებაში, ნახეთ როგორ ამას ამბობს ნეტარი ავგუსტინე. ჩვენ ადამიანზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, როცა ვამხელთ. არამედ იმ ბოროტებაზე და იმ უმეცრებაზე, რაშიც ეს ადამიანი იმყოფება. ისევე როცა ადამიანი დასნეულებული მოდის ექიმთან, ექიმის მიზანი ის კი არ არის, რომ ავამტყოფი მოკლას. არამედ მასში ჩააქროს, განკურნოს ის დაავადება, რაც ამ ადამიანში, ხოლო ავამტყოფი გამოიხსნას აი მარწუხებისაგან, რაშიც მისი დაავადება ამყოფებს. ძალიან საინტერესო სიღრმე ამ ხრივ წარმოჩენილი. და ამბობს, რომ როდესაც ჩვენ ადამიანს ვამხელთ და გამოვაშკარავთ და დავადასტურებთ მის დანაშაულებრივ მდგომარეობას, არ ჩვენ არ უნდა მივიჩინოთ ის ადამიანი დამარცხებულა და ჩვენ გამარჯვებულად პიროვნებაზე, არამედ უნდა მივიჩინოთ ბოროტებაზე გავემარჯვეთ, რაში ჩვენი მოყვასი იმყოფება. ხოლო ჩვენი მხილების მთელი მოტივი და არსი პირველ რიგში არის აი ჩვენი მოყვასის გადარჩენა, გამოხსნა იმ სიბნელისაგან, იმ უმეცრებისაგან, რაშიც თქვათ ეს სათვის ადამიანი იმყოფება და ვისაც ვამხელთ. რეალურად ეს ხოლმე არის დავიწყებას მიცემული და პირდაპირ არის უკვე მარკირება ხდება ადამიანის, ეს არის ეკლესიის ტერი, არის დამაქცეველი, ჩვენ ამასთან ურთიერთობა არ უნდა ვიქონიოთ და ჩვენ ახლა სხვა ვიღაცას ვიცავთ ვიღაცისაგან. არა და მარკოზის თუ ლუკას ახარებაში კარგადაა, როდესაც უნაყოფო ლეღვისხის მოჭრას გადაწყვეტს ბატონი, მას ხوارს იგავი მოყავს. მიდის სახური და უნება რომ რატო ჭირიოდა 3 წელია ველოდებიო, არის ხავს უნდა მოჭროდა. კიდე 1 წელი მაცადევ, შემოუბარავო, სკორეს დაუყრიო, ანუ ნაკელცო და იქნება და გაიხაროსო. და აი ოქროპირიც ესე განმარტავს ნეტარი ავგუსტინეს და გრიგოლ ღვთისმეტყველიც, რომ ესევე არ შეიძლება ადამიანის მარკირება და ჩამოშორება. შეიძლება ჩვენი ერთი შეგონებით ვერ მოვიდეს ჭკუაზე ადამიანი, ორი შეგონებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავაკლოთ ასე ვთქვათ ცდელობა. და იქვე მოყავსო ვიღაცა მოიყვანსო მაგალითს, რომ პავლე მოციქული ამბობს ერთის ხრო წვალებელ ადამიანს ერთი და ორი შეგონების მერე ამ ცოდვილ ადამიანს განეშორიო. აქ საუბარია, რომ ადამიანი უკიდურესად გაკერპებული, მართლა და ერთი და ორი შეგონება კი არ იგულისხმება. თვითონ მდგომარეობა, რომ ადამიანი გაკერპებულია, ჩვენი შეგონება მხილვა პირიქით გაღიზიანებას იწვევს, ტრობას იწვევს, ამიტომ უჯობესია შეწყვეტო მასთან ეს დიალოგი და შეიძლება ილოცო მისთვის ამ ადამიანის. მართლა ამას ამბობს ახარებაში. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორეს ხრივ, სანამ ჩვენ შანსს ვხედავთ, რომ შეიძლება ეს ადამიანი კითხვებს სვავს, ან დაბნეულობაშია,
ჩვენ ეს მრავალგზისი შეგონება და მცდელობა ამ ადამიანის განკურნების, თუნდაც ხილების საშუალებით, რა თქმა უნდა, ამას არ უნდა დავაკლოთ მცდელობა და ეგრევე მარკირება არ უნდა მოვახდინოთ. აქვე მინდა გადავიდე თვითონ ფორმაზე მხილების. ოღონდ რა თქმა უნდა, პერსონალურ მხილებაზე გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი. სახარებაში პირდაპირ წერია მაცხოვარი ამბობს, როდესაც ნახავ, რომ შენი ძმა სწოდავს და როცა თქვენ იქნებით ერთი ერთზე თან ამას ხას უსვავს. მიდი და ცალკე აუხსენი და ამხილე ის, ანუ დაუდასტურე, რომ ის იმყოფება ცდომილებაში. თუ მან შენი შეიგნო, რა თქმა უნდა, შეიძინე ძმა შენი. თუ ის გაჯიუტდა და არის მე შენსას, მაშინ შენს გარდა კიდევ 2 ან 3 ადამიანი მიყვანე მოწმედ, რომ ამ სიმრავლემ დაუდასტუროს, რომ ეს ადამიანი ცდომილებაშია. თუ ამ სიმრავლისაც არ გაიგებს, კიდე მესამე ეტაპს თავაზობს, რომ მაშინ კრებულს გადაეცი, ამ უფრო ფართო წერეს ეკლესიისას, რომ მათ მიერ იმხილოს და დადასტურდეს მისი დანაშაულებრივი მდგომარეობა. და თუ კრებულისაც არ ისმინოს, მაშინ იყოს შენთვის როგორც მეზვერე და წარმართი. ანუ რა შეფასება ხდება, რომ ამის მერე უკვე შენ ასე ვთქვათ, აღარ გაქვს ეს პასუხისგებლობა და დანაშაული, რომ შენ არ იზრუნე შენი მოყვასის გადარჩენაზე. აი, მამაო, აქ შეგაწყვეტინებ და გიორგის სიტყვებს დავუბრუნდები ბოლოს, რაც თქვა, რომ მნიშვნელოვანი არის გათვალისწინება იმისი, ზნეობრივად რა უფლება მოსილება აქვს, რა უფლება აქვს ზნეობრივად და ვის შეიძლება კონდეს ეს უფლება ამა თუ იმ საკითხში მხილებისას. ხო? და როდესაც ადამიანი მაცხოვრის აი ამ სიტყვებს ივიწყებს, რომ მოყვას ჯერ ერთი ერთზე ამხილე, შემდეგ რამდენიმე ადამიანთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კრებულთან მისი საქციელის გარჩევა, თუ ამ სიტყვებს ივიწყებს, აქვს თუ არა მას უფლება საერთოდ ილაპარაკოს ვინმეს გადაცდომას. მაცხოვრის სიტყვები აქვს დავიწყებული. ხო, ეს საკითხი, ეს შეკითხვა ლეგიტიმურად იბადება. ვის ამხელ და რაში ამხელ, როდესაც უშუალოდ მაცხოვრის სიტყვები გაქვს გაწეული გვერდით. მაგაზე მეტი რა დააშავა იმან, ვის მხილებასაც შეუდექი. გარდა ამისა, მომლოგეზე რა თქმა უნდა 2 და 3 შემდგომ კრებული. აქ ხილების კიდევ საინტერესო დეტალი შემოდის. როდესაც მე 2 და 3 მომყავს და მე კრებულში მიყავს, მე თვითონ ჩემ თავს ვაკონტროლებ ამ დროს იმ 2 და 3 და კრებულით, იმიტომ რომ მე ჩემი სიმართლე ერთი ერთზე რაც კი არ მგონია, არა, ჩემ სიმართლე ამ შემთხვევაში იმას კი არ ამხელს, იმდენად ამდენადაც მეც მოძნებო მოვისმინოთ. მეც მოწმებს ამდენად მართავ. ანუ მე რაღაც აზრით ამ რისკის ქვეშ შევდივარ, შეიძლება მეც გავტყუნდე. ანუ რაც ვთქვით, მამალოგინოს საბრძანეთ, მე რომელიღაც მამხილებელი მის მდგომარეობაშიც ვიყენებ თავს. აი აქ შეიძლება უკვე მხილებაზე დავიწყო. ამიტომაც აი აქედან გამომდინარე ანუ თავდაჯერებულობა, ბოდიში შეგაწყვეტინე გიორგი. პირველი არის თავდაჯერებულობა, უნდა იქნეს უკანა პლანზე გადაწეული. გეოლოგიის მეტყველი ამაზე აგებს თელ თავის ქადაგებას, რომ ესე თავდაჯერებულად იმპერატიულად პირდაპირ საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ შენ აბსოლუტურად მართალი ხარ და გადამოწმებას არ უკეთებ საკუთარ თავსაც. ეს უკვე არ არის მოყვასისადმი სიყვარულით განწყობა. ეს არის უკვე პირდაპირ ასე ვთქვათ, მარკირება ადამიანის და რა თქმა უნდა, აქ ქრისტიანულ სულთან, მხილების სულთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. და ღმერთის წინაშე რაც თავარია, რომ ჩვენი ესეთი საქმე არ არის სათნო. ჩვენ თუ ამას ღმერთის სახელით ვაკეთებთ, ღმერთის წინაშე ეს არ არის სათნო. იოანეს სახარებაში პირდაპირ ამბობს და გრიგოლ მეტყველს მოყავს მაგალითი, რომ ბევრიო ვის თქვენ ესე სიძულვით გამხელთ და პირდაპირ გრიყავთ, გავს იმ ადამიანებს, რომელზეც მაცხოვარი ამბობს, რომ განგასწრენ თქვენ კრებულისაგან და ეგონოთ, რომ ღმერთის წინაშე მსხვერპლი შეწირესო. ანუ რეალურად ამ მდგომარეობამდე დადის ესეთი ადამიანი, რომელიც ამ ქრისტიანული მოტივების გვერდის სავლით, სულ სხვა რაღაცა ეგოისტური მოტივებით ცდილობს ადამიანის ხილებას, თითქოს და ეკლესიისათვის ესეა კარგი და ღმერთის წინაშე მართლა მსხვერპლის შეწირა სულიერი, გონია რაღაცა მისია შეასრულა. ამ სერიოზულ, ასე ვთქვათ, ცნობილებაში იმყოფება თვითონ ეს მამხილებელი ადამიანი, რომელიც ამ სულით არის. მათეს სახარების 29 სწავლება განმარტებებში ოქროპირის. ზოგჯერ არის მამათა არაავთენტური ნაშრომებიც მოყავთ ხოლმე, სასაწერია ან ხელი და არტყი, ან ესეთი და ძალიან პოპულარულია სამწუხაროდ. ამ დროს ავთენტური ქადაგება ოქროპირის პირდაპირ ამბობს ხილების შესახებ, რომ შენი მხილება არ უნდა იყოს სიძულვილით და მხეცივით მივარდნე ადამიანის მიმართ. ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეშიც პავლე მოციქულიც ამ ბევრჯერ ამბობს, რომ ამ ხელი ნუგიშინისეც და ოქროპირი იგივე აი ამ ტიმოთეს მიმართ ეპისტოლის კომენტარებში სულ ყველგან ამას წერს, რომ ეპისკოპოსის ქადაგება თუ მხილება უნდა იყოს სიმშვიდით და სიყვარულით განპირობებული და არა მრისხანებით და სიძულვილით. და თუ ეს მრისხანებაში ან სიძულში გადადის, ოქროპირი რას ამბობს, ხშირად თუ საკუთარი მრისხანებას, ნებას უფრო ემსახურება ესეთი მხილება, ვიდრე სამღვთო საქმეს.
და რეალურად, ანუ აქ არანაირ ღვთისნიერებასთან და სამართო საქმესთან ჩვენ არ გვაქვს საქმე. განკურნებასთან არ გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა და მიზანი იკარგება. მიზანი არის ადამიანის განკურნება. და არა უბრალოდ შერწყვა. ხდება დაზიანება. აბსოლუტურად. საკუთარი თავისაც, სხვისიც და მესამე პირისაც ვიცის ამას. სხვათა შორის ის დეტალი მამალონგიროს ასხობგზანეთ კიდევ იმ ხილების კიდევ ერთი დეტალი. მამხილებელი რომელიც შეება კმაყოფილი მით რომ ამხილა. ხო. აი ტკბება ამით რომ აი განაიმით რომ განკურნა რაღაცა დიდი რამე გააკეთა რომ აი რაღაც მიუთითა რაღაც იმ აი ეს არა მარტო მხილება ზოგადად ასკეტური ლიტერატურას თუ გადავავლევ თვალს ხო აი ეს არის პირველი აი ეს გზნობა არის პირველი სიგნალი იმისა რომ რაღაცა ძალიან არასწორად გააკეთე აი ეს თვითკმაყოფილება ეს რაღაცა ტრიბუნიდან ნათქვამი ხმამაღალი სიტყვა რომელიც დიდი ქულების მომტანი გახდა შენთვის და კმაყოფილი ხარ აბსოლუტურად დანგრეულია ყველაფერი ამ დროს ხო ამიტომაც არის ძალიან დიდი ასკეტი мама როგორც ის საკასური იყო, ну რაღაცა თქვარი მეტრია მასკეტური 8 წლისა. პირდაპირ ბრძენ ექიმს უწოდებს იმას, რომელიც ცდილობს ჩუმად და განცალკევებით ხილება აღასრულოს და ასე უკურნალოს. ხოლო ის რომელიც ხმამაღლაყურის იგივე мама ამბობს, ამ სიბრძნისაგან სრულად განძარცულია და მისი ყველა სიტყვა შხამიან ისარს გავს. ძალიან მნიშვნელოვანია მამალონგიროს ვინაიდან აი ეს კმაყოფილების ისა რომ აი აქ მორჩი ჩემ ყვაწყს გესმით რომ აი რაღაცაზე რომ მიუთითე ну რაღაცა საოცრად დიდი გავაკეთე ეს მეტყველებს იმ ადამიანის მძიმე სულიერ კრიზისზე პირდაპირ და სწორედ მაცხვარი ამას სამხელთ იმ ფარისევლებში მერჯულეობას და გრიგოლთის მეტყველი პირდაპირ ამბობს ხილების დროს ნუ იქნები რჯულზე აღმატებული მერჯულე ნუ იქნები სიმართლეზე აღმატებული მართალი და ნუ იქნები სინათლეზე აღმატებული მანათობელი და ამბობს რომ ხილების დროს აი ჩვენ კომპეტენციაზე ვსაუბრობდით და მე თქვი კომპეტენციაში გულისხმობ როგორც ჯერ სულიერი მდგომარეობა რომ მართლა ზნეობრივად მორალურად მოგზდევდეს ზურგი როცა შენ სხვაზე ლაპარაკობ ეს იგი შენ იმ რაღაცაში აღარ იმყოფები ეს ერთი და ამბობს რომ როგორც ნებისმიერ საქმეში ავამტყოფი ჩვენ არ მიყვავს სხვა პროფესიის ადამიანთან დურგალთან ან ვინმესთან მიყვავს ექიმთან რომელიც არის კომპეტენტური ეს განკურნოს ასევე ნებისმიერ საქმეში მისე კომპეტენციის მქონე ადამიანმა უნდა დაიწყოს ამ ადამიანის განკურნება და მოგვარება. და ამბობს რომ საეკლესიო საკითხებშიც, რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველება, თეოლოგია არის ზოგადი მოცემულობა, რასაც ნუფლობდეს ეპისკოპოსი, უპირველეს ყოვლისა და მღვდელი, და როცა მხილებას იწყებს რაც კონკრეტულ საკითხზე, უპირველეს ყოვლისა, გარდა იმისა, რომ სულიერადაც უნდა იყოს აღმატებული და გაზრდილი, თვითონ იმ საკითხში უნდა იყოს კომპეტენტური ეს ადამიანი, კონკრეტულ საკითხში კარგად გადამოწმებული ქონდეს ინფორმაცია. ამიტომაც პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში ძალიან ბევრ ადგილზე, კორინთელებთან, ტიმოთეს მიმართ სხვადასხვა ეპისტოლეებში, როცა მხილებაზე საუბრობს, იქვე ურთავს, რომ აუცილებლად გამოიკვლია და გამოიწია. რომ ეს აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს რას, რომ დადგენა უნდა მოხდეს ჯერ ბრალეულობის, იმიტომ რომ ნახეთ როგორა მამო მე რომ იმაჩნია რომ ადამიანის შეცდა ეს შეიძლება ჩემი შეხედულება ესეთი გინდა მის მოაზროვნებაში გინდა ცხოვრების წესით ამიტომ მე ჩემი თავიც უნდა გადავამოწმო აპრიორი არ უნდა მივიჩნიო მეორე ადამიანის თომილად და ესე რაღაცა პირდაპირ უხეშად არ უნდა დავიწყო ამ ადამიანის თომილებას ელაპარაკი როცა მე ჯერ ბოლომდე დარწმუნებულიც არ ვარ მართლა გვაქვს თუ არა თომილებასთან ჩვენ საქმე იმიტომ შეიძლება მე რაღაცა საკითხი წლებია ესე ვიცი ხანდაზმულობა შეცდომას არ ამართლებს. აი გრიგოლთის მეტყველის თავის ერთ გადაგებაში ამბობს რომ შეცოდებას ხანდაზმულობა არ აქვს და ხანდაზმულობა გაუკუღმართებულს არ ასწორებს. და ჩვენ თუნდაც გაუკუღმართებული რამ შეიძლება წლებია ვიცით. დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ როგორც დავადგენთ რომ ეს არის გაუკუღმართებული ჩვენს უნდა უარყოთ. ხშირად არის ხოლმე ხანდაზმულობის გამო ჩვენ არასწორ ტრადიციებს და არასწორ შეხედულებებს ვებღაუჭებით იმის გამო რომ ხანდაზმულია. და ზოგჯერ როცა ჩვენ სწორებს ლაპარაკობთ ხომ ძველს და დავიწყებულს ისწორეს ზოგჯერ არის ეს მოდერნიზმად არის მიჩნეული ან რაღაც ახალ მოსაზრებებად. მაშინ როცა კაი ხნის დავიწყებული ის სწორია და პირიქით რა მოსაზრებაც ახლა გაგვაჩნია რაღაცაზე. ეს არის დამახინჯებული, მაგრამ უბრალოდ ხანდაზმულია. თაობინა თობას ისე გადაეცა, რომ ეს არავინ არ გადაამოწმა. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისგებლობაა, როცა ჩვენ უკვე ხილებაზე გადავდივართ. მე ვიტყოდი, რომ ეს გრიგოლთის მეტყველის 32 სიტყვა, მე არ ვიცი ქართულ ხელნაწერებში არის თუ არა თარგმნილი. აუცილებლად სათარგმნია. ეს ყველა მღვდლის სამაგიდო ციგნად უნდა იყოს ქცეული. რაღაც მნიშვნელოვანი პროექტი განვიხილოთ ეს და იქნებ შევიძინოთ ქართული თარგმანი. აუცილებლად. მე ვიტყოდი, ჩემი სიტყვები კიდევ ვერ გადმოვცემ ღირებულებას, რა კარგად აქვს ეს დალაგებული აი ამ დიდ მამას
რომელიც თვითონ ერთ-ერთი ვიცსაც ღვთისმეტყველი უწოდა ეკლესია და თვითონ ამბობს, რომ ეს ჩემი, ასე ვთქვათ, მე არ ვარ ისეთი დიდი ღვთისმეტყველი, მაგრამ მე რაც გამიგია და რაც პირადი გამოცდილებით ვიცი, აი ეს მოსაზრება ჩამომაყალიბე, ასე ვთქვათ, მოკრძალებით და უნიკალური ტრაქტატია ხილების შესახებ, შეიძლება ასე ითქვას. დიახ, სანამ რეზიუმის სახით რაღაცას ვიტყვით, ორი სიტყვით მე მინდა მაყურებლის ყურადღება მივაქციო იმას, რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ კომენტარებში ხოლმე ეკლესიის ან სიწმინდის დაცვის მცდელობას განკითხვით, აუგის თქმით, ბილწსიტყვაობითაც და აი უცბად ჭრის ყურს, როგორც კი ამას ვხვდებით ჩვენ სასულიერო პირები, მაშინვე ჩნდება აზრი, რომ ადამიანს სიღრმისეულად არ აქვს გააზრებული, რას გვასწავლის ქრისტიანობა. ჩვენ ქრისტიანული ცხოვრების წესზე ვისაუბრეთ და კიდევ მიუბრუნდებით ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ქრისტიანობის ქადაგების ერთ-ერთი ყველაზე უფრო თვალსაჩინო დამაჯერებელი გზა არის საკუთარი ცხოვრების წესი. ამიტომ გათვალისწინება ყველა იმ ფასეულობისა და იმ სწავლებისა, რასაც სახარება გვასწავლის და ეს მაცხოვნებელი მოძღვრება, რომელიც მაცხოვარმა მოგცა გვასწავლის, უმნიშვნელოვანესია. ყველა შემთხვევაში ეს მედია სივრცეში იქნება, სოციალურ ქსელში იქნება თუ პირად ურთიერთობებში. რამე ხომ არ ვთქვათ და დასასრულს ხომ არ გინდათ რაღაცის თქმა და ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება დრო იწურება. ალბათ ყურადღება მართლა უნდა მივაქციოთ ეკლესიისათვის წმინდანი რას ნიშნავს ეს არ არის მარტო ის რომელმაც რაღაცა ღვაწლი აღასრულა და გაიმარჯვა ნებებზე და ღმერთთან ერთობაშია. ის მაგალითიც არის. ეს როდესაც ეკლესიები, ჩვენ ეკლესიას ყავს წმინდანები, რომელსაც ვერასახავს, რომ ბევრი წმინდანი არსებობს, რომელსაც სახელდებით ვერ ამბობს, ხო? მაგრამ არიან წმინდანები და ეს წმინდანი ნიშნავს უწინარეს ყოვლისა მაგალითს. და როდესაც მაგალითზე გვაქვს საუბარი, ალბათ მათი ცხოვრების წესი, მათი აზროვნების ფორმა არის მართლა საყურადღებო. განა ისინი ვერ ხედავდნენ პრობლემებს, განა ისინი ვერ ხედავდნენ სიმძიმეს ამა თუ იმ სიცოდისას, მაგრამ ხედავდნენ ყველაზე მნიშვნელოვანსაც. გზას, საშუალებას, მისი კურნებისა. და ეს ყველაფერი ეფუძნებოდა სახარებას, წმინდა წელს, მაცხოვრის მოძღვრებას. ხა, მთელი ტრაგედია ის არის ხოლმე, რომ რაღაცნაირად აი თავიანთ არამართებულ мотивაციას ამართლებენ რაღაცა არამართებულთვე შეხედულებითვე სახარებიდან, რაღაც სახარებიდან, რაღაც თვითნებური რაღაცა მაგალითების მოტანით, რომელსაც არანაირი კვეთა არ აქვს, არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან და რეალობასთან. ამიტომაც, როდესაც აი განსაკუთრებით არა აქვს მნიშვნელობა ისეთ აი მხილებაზე ვსაუბრობ თუ რაზე ვსაუბრობ. სული უნდა იყოს სახარებისეული, მოქმედების სული უნდა იყოს სახარებისეული. პავლე მოციქული ამბობს, ჭამთ თუ სვავთ, რასაც ყველაფერს ღვთისადიდებლად აკეთებდით. როდესაც ღვთისადიდებლად არ ამხელ. როდესაც ღვთისადიდებლად არ ქადაგებ. ღვთისადიდებლად არ ეხმარები. ანუ როდესაც ამას мотивацияში არის შენი პირადი გამორჩენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუცილებლად ეს ყველაფერი იქნება მიმართული ნგრევისკენ, ახალი ქიშპისკენ, ახალი დაპირისპირებისკენ და უბრალოდ საქმე არ გამოვა. მადლობა გიორგი, სწორედ ეს არის, რომ კიდევ ერთი ვნება ითესება, კიდევ ერთი დაავადება ჩნდება იმ ადგილას. მამალონგიზო, თუ გაქვთ რაიმე დასასრულ სათქმელი და თუ არა და დავამშვიდობებით. დიახ, აი ორი სიტყვით ვიტყვი მამაო, რომ იგივე მე მინდა აი ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს დავესესხო, მისი ეს 357 ქადაგება უბრალოდ იმას დასჭირდეს შეუძლია გადაამოწმოს. ამბობს აი მამხილებელი ობიექტის მიმართ რა განწყობა უნდა ქონდეს მამხილებელ პიროვნებას, სუბიექტს. აი მაგათაც როცა შენ სინათლეს აღიქვავ და ვიცით რა სიამოვნებაა. ჩვენ ბრმებს არ განვიკითხავთ იმის გამო, რომ ისინი ამ სიამოვნებას ვერ განიცდიან. პირიქით სიბრალულით ვართ განწყობილები და თანაგზნობასაც კი გამოხატათ, რომ ისინი ამას ვერ იზიარებენ. აი უმეცრებაში მყოფი, თქვათ, იგივე ცოდებში მყოფი ადამიანს, როცა ვამხილთ, განწყობა უნდა იყოს ესეთი, ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს და სიძრული კი უნდა გაგვაშდეს, პირიქით უნდა შეგვეცოდებოდეს, რომ ჩვენ თუ თვლით, რომ ჩვენ ამ სიმართლეში ვიმყოფებით და ანიმოზნეობაში არ ვცხოვრობთ, რასაც სხვას ვამხილთ. ჩვენ თანაგზნობაც კი უნდა გაგვაშდეს ესეთი ადამიანის მიმართ, რომ და ცდილობა უნდა გქონდეს, რომ ის ადამიანი ჩვენი ამ სიამოვნების თანამოზიარე გავხადოთ.
და რაც თავია პავლე მოციქულიაი როგორ ამთავრებს კორინთელების მიმართ თავის ეპისტოლესო რასაც არ უნდა აკეთებდეთ ის ჯერ ჩამოთვლის როგორ უნდა იცხოვრონ რჯული რო აღარ არის საჭირო სამხდოცნებებია და ბოლოს ამბობს რომ ყველა თქვენი საქმე სიყვარულით იყოს ანუ ეს არის ალფა და ომეგა ყველა ჩვენი საქმიანობის ეს თუ გამოვაცალეთ ეს არის უბრალოდ უკვე მერჯოლეობა და უშინაარსო ქრისტიანობა შეიძლება სახრება ზეპირად ვიცით წმინდანთა ცხოვრებები ან სწავლებები ზეპირად ვიცით ციტირებაც მოვახდინოთ მაგრამ ჩვენი გული და გონება შორს იყოს სახარებისაგან დიდი მადლობა მავალონგინოს მე გადაცემის დასასრულს მინდა თქვა რომ უდიდესი მაგალითი მოყვასის სიყვარულისა და ყველა ესეთი დაზიანებული ვითარების განკურნების მცდელობისა გვაქვს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქისაგან უამრავი მაგალითი გვაქვს ამისი და თუ თვლით თავს ჩვენი ეკლესიის შვილებად რა თქმა უნდა ეს მაგალითიც უნდა ავიღოთ მისგან და ჩვენი საკეთებელი ჩვენი განსაკურნებელი ჩვენს ირგვლივ უნდა ვიტვირთოთ მე დავემშვიდობები მაყურებელს მინდა კიდევ ერთხელ თქვათ რომ აქ გადაცემაში ითქვა რომ ხილების მიზანი უნდა იყოს მშვიდობა და ჩვენი გადაცემის მიზანიც იყო თქმა ამის შესახებ რომ ნებისმიერი სამხილი უნდა ემსახურებოდეს მშვიდობას რომ მოცემულობა რაც სახარებაში გვაქვს ქრისტეს სიტყვებში აი ამ ხილების შესახებ სწორედ ამას ემსახურება რომ არა თუ კიდევ უფრო გამძაფრდეს და კიდევ ერთი რამ პრობლემა დაემატოს ურთიერთობებს თუ გარემოებას, არამედ ისეთი სიფრთხილით გაკეთდეს ეს, რომ განიკურნოს უკვე დაზიანებული რაც არის. დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყოველივე სიკეთეს, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.